მე მგონი ამ 40 დღის განმავლობაში უკვე ჩვენ საზოგადოებაში ჩამოყალიბდა რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი ღერძი, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება მუდმივად ცდილობდა, რომ რაღაცა გამყოფი ხაზები შემოეტანა საზოგადოებაში და აქ უამრავი ადამიანი, რომელიც პოლიტიკურად სხვადასხვანაირად ფიქრობს, ვიღაც მოწონს, ვიღაც არ მოწონს, სხვადასხვა პოზიცია ქონია, მაგრამ ამ 40 დღის განმავლობაში შედგა საზოგადოებრივი ერთობა, რომელიც ემოციურადაც ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ემოციური კავშირი განსაკუთრებით იგრძნობა ხოლმე ესე დღესასწაულის დღეებში. ახალი წლის ღამე იყო ძალიან დატვირთული ამ ემოციურობით, აი სოლიდარობის რაღაცა ზეიმი იყო, რომ დიახ, ჩვენ ქართველები ვდგევართ ერთად, შეიძლება გქონდეს სხვადასხვა პოზიცია, სხვადასხვა სიმპათიები, მაგრამ აი ამ საერთო ეროვნული ამოცანის გარშემო ვართ გაერთიანებული და გვიხარია, რომ ახალი წლის ღამეს, რომელიც ყოველთვის არის რაღაცა ოჯახში აღნიშვნის დღე, გვიხარია, რომ ბავშვებთან ერთად ოჯახებით გამოვიდეთ და ვიყოთ ერთად. ეს უტყუარი შეგრძნება არის, ეს არ არის რაღაცა პოლიტიკური ან ყალბი ან დაგეგმილი რაღაც. ეს არის მდგომარეობა ამ საზოგადოების, იმიტომ რომ ჩვენ არავის არ გვაქვს უფლებაზეც არ არის. შეუძლებელია შემშვიდად იჯდეს სახლში, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი არის დაკავებული, ადამიანები, რომლებიც ახლა ციხეში არ უნდა ისხდნენ, არიან ციხეში, შენ ჩვეულებრივად ცხოვრებას ვერ გაგრძელებ. შეუძლებელია შენ ჩვეულებრივად დღესასწაულები აღნიშნო, როდესაც შენ იცი, რომ შენ შვილებს მომავალი ვერ ექნებათ, თუ ქართული ოცნება არ წავა. შეუძლებელია შენ ჩვეულებრივად გააგრძელო ცხოვრება, როცა მთელი მსოფლიო გიყურებს და ამაყობს ქართველი ხალხი, როგორც თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი, იგივე ჯო ვილსონი იქნება ეს თუ სხვადასხვა ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რომლებიც იძახიან, რომ აი საქართველოს თბილისის ქუჩებში ხდება ეს და არა მარტო თბილისის, ბათუმში, ზუგდიდში და სხვადასხვა ქალაქებში. ეს არის მართლა რაღაცა ჭეშმარიტების მომენტი, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ აი ამ ერთობით, ერთად დგომით პლუს აი რაღაცა შემართებით, არ გაჩერების, ხო? აი ესე ყოველ დღე აქ არ სცენა, არაფერი არ შეიძლება ითქვას, რომ სიჯიუტით, აი ასე ჯიუტად ადამიანები და დგანან და ითხოვენ ის, რაც მათ ეკუთვნით, ხო? და ახალ არჩევნებს ეს არის ქვეყნის სახე. კი, და შობა იქნება ვიღაცისთვის რაღაცა შობა 25-ია, ვიღაცისთვის 7-ია, მაგრამ ყველას უხარია, რომ აი დღეს შობასაც ვართ ერთად აქ რუსთაველზე, აი ყველას აქ ეს განცდა, რომ ერთიანობის, სოლიდარობის, ერთადგომის მომენტია, იმიტომ რომ ყველა ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება. პატიმრებს ჭირდება ჩვენი სოლიდარობა, ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება, რომ დავინახოთ ერთმანეთის ძალა და ესეთი მომენტები ახლა ჯერ კიდევ რთული მომენტია, იმიტომ რომ მართლა ჯერ გამარჯვება არ მოსულა, აი მე მინდა ამაზე გკითხოთ ელენე, სწორედ. მინდა რომ ამაზე გკითხოთ. ეს ყველაფერი ძალიან კარგია, რა თქმა უნდა, ეს სოლიდარობა უმნიშვნელოვანესია, ერთად დგომა უმნიშვნელოვანესია, უწყვეტი პროტესტი ძალიან მნიშვნელოვანია, ამან შედეგებიც მოიტანა, ამ შედეგებზეც ვისაუბროთ, მაგრამ აი რაღაც ეტაპი არის ეს, შეიძლება ითქვას აი ამ პროტესტის. ეხლა რა ეტაპი უნდა დაიწყოს? არის დრო რაღაც ახალი ეტაპის თუ თქვენ როგორც პოლიტიკოსი როგორ უყურებთ ამ ყველაფერს? მე ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამ აქციებში არის სწორედ ეს სიჯიუტე. ანუ ამ სიჯიუტეს ეს შეიძლება ვერავინ ხელოვნურად ვერ დაგეგმავს, როდის იქნება 200,000-იანი აქცია და როდის იქნება 20,000-იანი აქცია. ხო, ეს არის ბუნებრივი, საზოგადოებრივი დამოკიდებულებების გამომჟღავნება, არის მომენტი, როდესაც თქვა, ან ქართული ოცნება რაღაც საშინელებას იზავს და ხალხი უფრო მეტი გამოდის, ან არის მომენტი, როდესაც აი ეს რაღაცა ჯიუტი ყოველდღიური რაოდენობა ადამიანების როგორც სამსახურში მოდიან. აი ეს დინამიკა თავისით იქნება, მაგრამ მნიშვნელოვანი არის, რომ ქართულმა ხალხმა ანახა, რომ ეს უკან დახევას არავინ არ აპირებს. მეორე არის პოლიტიკური დღის წესრიგი და მე ვფიქრობ, რომ ეხლა ჩვენ პოლიტიკოსებს გარკვეული ვალდებულებები გვაქვს, რომ მათ შორის ადამიანებს აუხსათ, აი თუნდაც ის საერთაშორისო ვითარება, აი ეუთოს დელეგაციის ეხლა აი ეს კომუნიკაცია რაც იყო, ხო, რაღაცა ჩამოსვლის ცდელობა, არასწორი ჩამოსვლის ცდელობა, რომელზეც ჩვენ მქონდა ჩვენი პოზიცია და ზოგადად ახსნა თუ რა ბერკეტები არსებობს
არსებობს აი ამ რუსთაველზე მდგომი ხალხის ძალა რაში ითარგმნება კონკრეტულად რა პოლიტიკურ შედეგში ითარგმნება იქნება ეს სანქციები იქნება ეს საერთაშორისო მხარდაჭერა თუ სხვა და მე ვფიქრობ რომ ეხა პოლიტიკოსები კიდევ უფრო მეტად უნდა გავაქტიურდეთ მათ შორის ხალხთან კომუნიკაციაში მათ შორის აი ამ ლეგიტიმაციის შექმნაში რომ არალეგიტიმური მთავრობის პირობებში არსებობს ლეგიტიმური ძალები რომლებსაც აქვთ ვალდებულებები პასუხისმგებლობა და აი ეხლა მე ვფიქრობ რომ ადამიანებს აი აქ მდგომ ადამიანებს უნდა გქონდეთ სწორედ იმ პოლიტიკური ეს სალომე ზურაბიშვილი ეს პოლიტიკური პარტიებია უნდა გქონდეთ კონკრეტული ხედვა თუ რა პოლიტიკურ პროცესში გადაითარგმნება ეს როგორ მივდივართ არჩევნებამდე როგორ გამოყავს პოლიტპატიმრები ეს არის ორი დიდი ამოცანა როდის დაიწყება ეს პროცესი ელენე როდის საპირებთ რომ დაიწყოთ აქტიურად აი ეს პროცესი დაწყებულია მაგრამ მე ვფიქრობ ნაწილობრივ დაწყებულია იმიტომ რომ ჩვენ ნამუშევარი გვაქვს მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს პრეზიდენტთან ნამუშევარი გვაქვს როგორი უნდა იყოს არჩევნები რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მაგრამ მე ვფიქრობ აი გულწრფელად გეტყვით რომ მე ვფიქრობ რომ მეტი კომუნიკაცია არის პარტიებისგან საზოგადოებასთან საჭირო იმიტომ რომ არაორდინალური ვითარება როდესაც ყავს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი ყავს პარტიები რომლებმაც ხმები მიიღეს მაგრამ ხელისუფლებაში ტექნიკურად არ არიან ყავს არალეგიტიმური დანიშნული პრეზიდენტი რომელიც თვითონაც გრძნობენ რომ კომიკურია პარლამენტი რომელიც რა ვიცი რასაც გინდა იმ კანონს მიიღეს მაგრამ ამ კანონს ძალა არ აქვს აი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო რომ მიიღეს ნიღბებზე და ფეერვერკებზე კანონი და ზუგდიდში ჩვენი გუნდის წევრი მათ შორის დროას წევრი და ძალიან ამაყობ მარიამ ციჩინავა და სხვები ზუგდიდელები გამოვიდნენ და ნიღბებიც გაიკეთეს და ფეერვერკებიც ისროლეს როგორც უსულ კანონზე ვითომ მიიღეს ეს კანონი NGO-ები არ დარეგისტრირდნენ ანუ მნიშვნელოვანი ეტაპი არის ძალიან არაორდინალური ვითარება არის როდესაც რაღაცას ქვია მთავრობა მაგრამ ის რეალურად ვერ მართავს და ეს კიდევ უფრო გასაშლელია ძალიან მნიშვნელოვანი არის გაფიცვის ეტაპი რომელიც 15 იანვარს არის დაანონსებული 15 საათზე 3 საათით გაფიცვა ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და საინტერესოა როგორ რამდენად მასობრივი იქნება ეს გაფიცვა ალბათ ამაზე კი ესეც მნიშვნელოვანი ასევე მნიშვნელოვანი არის გვერდზე დგომა მე როგორც პოლიტიკოსი რომელსაც მithumetes ხმები მიიღო ამ არჩევნებზე ვალდებულად ვფლით თავს რომ და ამაზე მეტი საჯარო აქტიურობა შეიძლება იყოს საჭირო იმიტომ რომ რეალურად ეს ხდება მაგრამ მეტი უნდა ვისაუბროთ იგივე ტყიბულში მეშახტეების უფლებებზე საჯარო მოხელეების უფლებებზე რომლებიც მასობრივად აი ამ ბოლო ახალწლებზე ადამიანები გამოუშვეს სამსახურებიდან ამ ადამიანების შემართება არის წარმოუდგენელი ძალიან დიდი მუხტი ამ ადამიანებისგან მაგრამ მათ უნდა იცოდნენ რომ ისინი უბრალოდ ინდივიდუალურ გმირობას კი არ ჩადიან არსებობს პოლიტიკური კალაპოტი რომელშიც ეს ყველაფერი გროვდება რომელიც მოიტანს კონკრეტულ შედეგს რომ ამ ადამიანების ბრძოლა მოიტანს კონკრეტულ პოლიტიკურ და მათ სჭირდებათ თქვენ მართალი თქვით რომ მათ სჭირდებათ თანადგომა და აუცილებლად სჭირდებათ თანადგომა განსაკუთრებით ადამიანებს რომლებიც სამსახურებიდან დაითხოვა ქართულმა ოცნებამ საჯარო მოხელეები განსხვავებული მათგან განსხვავებული მოსაზრებების გამო. ელენე, აი თქვენ ახსენეთ, რომ არალეგიტიმურობის შენარჩუნების ეტაპი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამის მაგალითი სხვათა შორის რა თქმა უნდა იყო და აი თქვენი შეფასება მინდა მოვისმინო EUTOS საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტის გაუქმება. ამაში თქვენც მიგიძღვით წვლილი, მე ვნახე სამი კოალიციის ერთობლივი წერილი, გახარიას პარტიამ ცალკე მიწერა ჯო ვილსონის მოწოდება და ძალიან დიდი უკმაყოფილება იყო საზოგადოებაშიც ამ ვიზიტთან დაკავშირებით. შედეგი შეიძლება ითქვას, რომ დაიდო ძალიან გააზრებული პასუხი ჰქონდა სხვათა შორის ამ ქალბატონსაც, რომელმაც თქვა, რომ ვიზიტი გადადებულია განუსაზღვრელი ვადით, მანამდე ვიდრე საქართველოში მოკლედ არ იქნება შესაბამისი ვითარება და რა არის ეს შესაბამისი ვითარება, გასაგებია, ყველას ძალიან კარგად გვესმის. რატომ არის მნიშვნელოვანი აი ასეთი ფაქტები? ზოგადად საერთაშორისო ურთიერთობებს განსაზღვრავს ქვეყნის ინტერესი. ქვეყნის ინტერესს განსაზღვრავს ხალხი. ხალხმა დღეს განსაზღვრა, რომ ის ვითარება, რაც ჩვენ გვაქვს
აი ამ ქართული ოცნების მოპარული არჩევნები და ასე შემდეგ არის ხალხისთვის მიუღებელი. შესაბამისად, აი როცა არაორდინალურობაზე ვლაპარაკობდით, ამაშია საქმე, საერთაშორისო ურთიერთობებს წარმართავენ მთავრობები, მაგრამ დღეს მთავრობა არ არსებობს ლეგიტიმური. შესაბამისად, ჩვენი ოპოზიციის ვალია, რომ აი ეს ხალხის ნება მივიტანოთ ჩვენ პარტნიორებამდე. იმიტომ რომ არის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელიც სტანდარტულად ფიქრობენ, რომ ჩავალთ, რაღაც ფასილიტაცია გაკეთდება, რომლებიც პროპაგანდის ხარისხს ვერ აფასებენ ქართული ოცნების, რომლისთვისაც ნებისმიერი ფოტოც კი გადაღებული საერთაშორისო ვიღაცასთან, გამოყენებული არის ხოლმე იმედზე და პროპაგანდისტულ არხებზე, როგორც ლეგიტიმაციის რაღაცა ინსტრუმენტი. ამიტომ ჩვენი ოპოზიციის ვალია, რომ ეს ხალხის ნება, რომ არაფერზე აბსოლუტურად არაფერზე, გარდა ახალი არჩევნებისა და პოლიტიკური პატიმრების გამოშვებისა და პოლიტიკური ამ რეჟიმის პატიმრების გამოშვებისა, ჩვენ არ ვაპირებთ რაღაცა აი ამ მახეში ქართული ოცნების შესვლას და შესაბამისად მოუწოდებთ ჩვენ პარტნიორებს, რომ ერთადერთი საერთაშორისო ძალისხმევა დახარჯონ სწორედ ახალი არჩევნების ჩატარებაზე და თვითანამშრომლად როგორი უნდა იყოს ეს ახალი არჩევნების შინაარსზე ვისაუბროთ, პოლიტპატიმრები როგორ უნდა გამოუშვათ, როდის უნდა გამოუშვათ, აი ამის გარდა არ არსებობს, რაშიც ჩვენ მანდატი, ვინც მივიღეთ მანდატი შევალთ რაიმე სახის გარიგებაში. ამიტომ ამის ახსნა ჩვენი პარტნიორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ეს გავაკეთეთ უკვე მეორე შემთხვევა არის, როცა ჩვენ არ შევხვდით კოალიციას სრულებისთვის, არ შევხვდით ცოტა ხნის წინ იყო კიდე დელეგაცია ევროსაბჭოსი, იქ იყო ძალიან მკაფიო მოთხოვნა, რომ შეხვედროდნენ პოლიტიკური პატიმრების ოჯახის წევრებს, ნაცემ ჟურნალისტებს. ეხლაც ავუხსენით ძალიან პარტნიორულად ჩვენ მეგობრებს ეუთოვდან, რომ მათ უნდა ესმოდეთ რა არის დღეს ქართული ხალხის ამოცანა და ასე უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება. ყველამ უნდა იცოდეს, რომ არ არსებობს არაფერი რაღაცა ორგანიზაციის ინტერესი, რაღაც პარტიის ინტერესი, გარდა ქართული ხალხის ნების შესრულებისა და ეს ნება აი არის აქ. ეს ხალხი ითხოვს ახალ არჩევნებს, ეს ხალხი ითხოვს პოლიტიკური პარტიმრების გამოშვებას. ეს არის ჩვენი ამოცანა. ამ ფორმატს ჩვენ ვერ გავცდებით და ეს უნდა აუხსნათ ყველა ჩვენ პარტნიორს.